სტიქიის დროს დაზარალებული სოფელ კურსების მაცხოვრებლები ამ დრომდე სასტუმროებში რჩებიან. მათი განცხადებით, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო საჭიროებები მოგვარებულია და გეოლოგების საბოლოო დასკვნას ელოდებიან. სასტუმროში 45 ოჯახია გადაყვანილი. მეწყრული პროცესის შედეგად სოფელში დანგრეულია 10-ზე მეტი სახლი. შეგახსენებთ, სტიქია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში 12 მარტს გამთენიისას დაიწყო. მეწყრული პროცესი ამ დრომდე აქტიურია. საქართველოში არაფერი შეცვლილა, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ვიცით, რას სურს ქართველ ხალხს, რას იმსახურებენ, მაგრამ მათი მთავრობა ნამდვილად არ არის დაინტერესებული ევროპული გზით. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაია ბრაჟემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან ევროსკოპის კითხვაზე რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აფერხებს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: ჩვენ სრული ნდობა გვაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეასრულებს ვალდებულებებს ევროპის მიმართ, იმისთვის რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს. დარწმუნებული ვარ, ეუთო და აგრეთვე მოსკოვის მექანიზმის სათანადო შედეგს მოიტანს და როგორც ევროკავშირმა კი სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ. განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე. ვალტონენი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში თბილისში ვიზიტის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვისთვის 5,000 ლარით დააჯარიმა, აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს. გასულ წელს, როცა ეუთოს თავმჯდომარე ვიყავი, ყურადღებით არამხოლოდ ვაკვირდებოდი, არამედ ვესტუმრე კიდეც საქართველოს და ჩავუტანე ძლიერი სოლიდარობა საქართველოს ხალხს, რომელსაც სამწუხაროდ უწევს ცხოვრება სულ უფრო მზარდი რეპრესიების ქვეშ. უახლესი კანონი, რომელიც არსებითად კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ადამიანის უფლებას, არის მორიგი ნაბიჯი არასწორი მიმართულებით, განაცხადა ვალტონენმა. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ახალი ტალღა გამოაცხადა და იერიშები ქვეყნის დედაქალაქზე მიიტანა. თეირანის პარალელურად აფეთქებების ხმა ისმის ქალაქ ქარაჩში. იერიშები გრძელდება ლიბანზე. პარალელურად ვრცელდება ცნობები ლიბანში გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ. მათ ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაეროს დროებითი ძალების ინფორმაციით თავდასხმები ორგანიზაციის 3 სხვადასხვა ბაზაზე, იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა. მეზობელ სახელმწიფოებში ბაზებზე იერიშებს განაგრძობს ირანის. ქუვეითში დრონებით თავდასხმა მოხდა ალი-ალ-სალემის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი და იტალიელი სამხედროები არიან განლაგებული. სარაკეტო თავდასხმა მოხდა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე. დაშავდა 5 ადამიანი. დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა სიფრთხილის მიზნით რეისები დროებით შეაჩერა. ქუვეითური გაზეთის ალ-ჯარიდას ცნობით, მოჯტაბა ხამენეი რუსული სამხედრო თვითმფრინავით საიდუმლოდ მოსკოვში გადაიყვანეს. გაზეთის ინფორმაციით მან ირანი 12 მარტს დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის პირველი დარტყმების დროს მიღებული ფეხის მძიმე დაზიანებების გამო უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. უზენაეს ლიდერთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხამენეის რუსეთში გადაყვანა და სამედიცინო დახმარების გაწევა პირადად შესთავაზა ირანელ კოლეგას მასუდ პეზეშკიანს სატელეფონო საუბრის დროს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს წევრი ევროპელი მოკავშირეებისა და ჩინეთისგან მოითხოვს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩაერთონ. 15 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოცემა Financial Times განუცხადა, რომ თუ მოკავშირეები უარს იტყვიან დახმარებაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ნატოს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება. ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებული არ იყო ევროპელებს დახმარებოდა უკრაინის გამო, რადგან უკრაინა ამერიკისგან ათასობით მილითაა დაშორებული, თუმცა დაეხმარა. დონალდ ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტის დაცვაზე უნდა ზრუნავდნენ ქვეყნები, რომლებსაც ამ სრუტიდან ყველაზე დიდი სარგებელი აქვთ.